ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. დაგეგმეთ საქართველოში დესტაბილიზაცია, განუკითხაობა, სამოქალაქო ომი და უბედურება, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებით და გაინტერესებთ თუ როგორ ვითარდება თქვენს მიერ წამოწყებული ავი საქმე? მაშინ ზუსტად თქვენთვის დაარსებულა ევროკავშირის ოფისი. დარეკეთ ხელხაზზე 8 евро კავშირ, გაუმჟღავნეთ თქვენი ვინაობა და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ევროკავშირი. ყველას კავშირი. კლაბერების და ღამის ცხოვრების მოყვარულების საყურადღებოდ. ღამის კლუბი და რესტორანი ყივჩაღის პაემანი გთავაზობთ ახალ უგემრიელეს კოქტეილს სისხლიანი დიმა. კოქტეილი სისხლიანი დიმა დამზადებულია საჯარო სკოლის დირექტორის სისხლით და თვალის ჟელეთით. ასევე ჩვენთან შეგიძლიათ გააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. დირექტორი კერძზე, დირექტორი შქმერულად და დირექტორი სამარხო. სისხლიანი დიმა. ყველაზე წითელი კოქტეილი. ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ გენმოდიფიცირებულ საკვებს და მისით მოვაჭრეებს შეუდია. გიორგი თარგამაძე ითხოვს, რომ ყველა გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე იყოს წარწერა, რომელიც მომხმარებელს ამცნობს, რომ ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. პარლამენტის მთავრთა დარბაზიდან საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენო და მოვითხოვო, რომ შეასრულონ ის დადგენილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, პატივისცემ პარლამენტის გადაწყვეტილებას და დროულად შემოიტანონ შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში, რათა 2011 წლის 1 იანვრიდან თუ არა, რაც შეიძლება მალე საქართველოს მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე სასურსათო პროდუქცია იყიდებოდეს გასაგები აღნიშნვით. არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული და შესაბამისად ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქცია. მართალია ეს კაცი? აი როგორ შეიძლება ასე უსირცხვილოდ მომხმარების მოტყუება, მაგრამ ეკიდევ რა არის, ბატონო გიორგი? თქვენის უნდა გენახათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებიც როგორ მოატყუეს. მიდიოდნენ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები და იქ ბიულეტენებში ეწერა, რომ რამდენიმე პარტია ნამდვილი ოპოზიციური მებრძოლი პარტია იყო, მაგრამ მერე ირჩევდნენ ეს ამომრჩევლები ამ პარტიებს, რთავდნენ პარლამენტის სხდომების ტრანსლაციებს და რას ხედავდნენ? რასდა მათ მიერ არჩეულ კონსტრუქციულ ოპოზიციონერებს. ხო და ამიტომ მეც მოვითხოვ, რომ ყველა პარტიაზე მითითებული იყოს ეს პარტია ნამდვილად ოპოზიციური პარტიაა თუ რაღაც კონსტრუქციულ გენზე დამზადებული მოძრაობა. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს. კი ბატონო, რატომ არ უნდა მისცეს ამ არაჩვეულებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოგზაურობისა და ახალი გამოცდილებების შეძენის უფლება საკუთარ თავს. თან ახლა მაინც და მაინც საზღვარიც აღარ გვაქვს და აღარც ვინმე მაღალჩინოსანია ვალდებული, რომ მაინც და მაინც ქვეყანაში იყოს და ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მიმოსვლას ადუნოს თვალი. ისედაც ხომ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩრდილო კავკასიელი ტერორისტებიც კი მხოლოდ კეთილი მიზნებით გადმოდიან. ისე როგორც კულუარულად გავიგე, თურმე ამერიკელ კოლეგებს ჩვენი მესაზღვრეები ღამის კლუბში წაუყვანიათ და იქაური მუცლის მოცეკვავეების ვირტუოზობა უჩვენებიათ. მაგრამ ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომ უნახავს როგორ უცვლიდა მოცეკვავე ქალი საკუთარ მუცელს ადგილმდებარეობას და გარშემოწერილობას უთქვამს, როგორ ჩამორჩენილ ხართ ეს ამერიკელები. ეგ რა არის? მაგას ჩემი კოლეგები აზერბაიჯანის და რუსეთის ტერიტორიების მისადგომებთან საკუთარი საზღვრით აკეთებენო. დიახ, ასე გადმოაგდებენ საზღვარს უკან და მამისონის უღელტეხილს და დავით გარეჯის კომპლექს აზერბაიჯანელებს და რუსებს მიუგდებენ და მე ისევ ოსტატური თეზოს რხევით ისევ აგდებენ საზღვარს და ცოტა ხნით მაინც იბრუნებენ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს. ამერიკელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ადგენენ და გადაწყვიტეს, რომ თავიანთი კარგი და უზადო ქვეყნის, ასევე კარგი და უზადო პრეზიდენტის მედლის მეორე მხარეც ეჩვენებინათ. მაგრამ ამაო გარჯის შემდეგ ისევ კეთილ ხუმრობას მიმართეს. როგორია აგრესიული ბარაკ ობამა ტელეკომპანია NBC-მ ჯერ ამერიკელებს და შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოს აჩვენა ვიდეორგოლი, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კარეთ წიხლით აღებს. 15 წამიანმა ვიდეორგოლმა ინტერნეტი მოიარა და მაყურებლები შოკში ჩააგდო, გაირკვა, რომ ასე ობამაზე პოპულარულ გადაცემა ღამის შოუ ჯეი ლენოსთან ერთად შემქმნელებმა იხმდეს. თავდაპირველად ვიდეო მონტაჟი ეჭვია, არც გამოცდილ ჟურნალისტებს არ შეუტანიათ იმის მიუხედავად, რომ კომედიური ვიდეორგოლი დასასრულს კადრს მიღმა სიცილიის მის კადრები იმდენად პროფესიონალურად არის დამონტაჟებული, რომ ერთი ნახვით ნამდვილი გეგონებათ. ასეა, ასე. ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი კარგად ცხოვრობს, პრეზიდენტიც უყვართ. რატომ უყვართ?
პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პრეზიდენტის დამსახურებაა მათი დიდებულყოფაში ცხოვრება. ანუ პრეზიდენტიც უნაკლო ყავთ და შემდეგ ბედნიერი, მომღიმარი და მაძღარი ერი. ასეთი კეთილი ხუმრობებით იქცევს თავს და თავიანთ პრეზიდენტსაც ახალისებენ. მაგრამ ალბათ ბატონი ბარაკი ისეთი დიდიც არა, როგორც ჩემი პრეზიდენტი და პროფესიონალმა მემონტაჟეებმა იმიტომ გაუკეთეს მხოლოდ ეს ერთი ხუმრობა. აი, ჩემი მაღალი კი ისეთი მაღალია, რომ დღე და ღამე მუხლ ჩაუხრელად შრომობს ასობით მემონტაჟე, რადგან ასეთი ხუმრობები მოუგონო და მე ერთად ვიხალისოთ. ახლა მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ხუმრობას იმ დიდი ჩამონათვლიდან, რაც ჩემს პრეზიდენტს დაუმონტაჟეს. არანაირი პირობით საჯერ ყველა ციხეში. არანაირი პირობით საჯერ ყველა ციხეში. ეს ხალხი უკვე ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლომდე. გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე მართლა. და ბაჭი ჩვენ ზანგები ვართ თუ ჩვენ რატო ვართ ველუიქცევით ველურებით ამ ხსით. წარმოიდგინეთ რომ შაშკის იმდენად სუსტი ნერვები აქვთ, რომ ოროსნებს მოგაწყობიათ რევოლუცია საქართველოში. აი, ქართველი მემონტაჟეების წარმოსახვაში ზუსტად ასეთი მხიარული და უცნაურია ჩვენი დაღვინებული, ბრგე, ხისტი და რაც მთავარია საქართველოზე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული პრეზიდენტი. ახლა აბების ეთერში პოლიტიკოსთა ენა მოსწრებულ და სახალისო ფრაზებს მოისმენთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. ყველაფერი იწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ორგანიზება ამ ტერორისტული აქტების დაფინანსება, მომზადება და შემდეგ თუ დამნაშავემ გაასწრო და თავი შეაფარა ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის ფედერაციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, რათა ითანამშრომლოს დარწმუნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ სახელმწიფოს აქვს ეს ინსტიტუტები, უსაფრთხოების სამართალდამცავი ინსტიტუტები, რომელიც დგანან მთელი ქვეყნის სადარაჯოზე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. ეს არის ყველასთვის ნიშანი, ყველა დამნაშავისთვის, ყველა ტერორისტისთვის, რომ ეს სახელმწიფო აღარ არის ნოყიერი ნიადაგი კრიმინალისათვის და ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დრო საქართველოს საკითხს დაუთმე. ლისაბონში ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხები გადავწყვიტეთ ნატო საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების საქართველოსა და ევროკავშირის შორის ბრიუსელში ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა შტეფან ფულემ ტერმინი ოკუპაცია გამოიყენა. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ის რეფორმები შეაფასეს, რომელიც საქართველომ ევროგაერთიანებასთან დასაახლოვებლად გაატარა. ფულე ფიქრობს, რომ თბილისის ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს ყველაზე დიდი პროგრესია განცდილი. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.